დაგიბრუნდით ისევ პირდაპირ ეთერში და როგორც დაგპირდით, კიდევ შემოგვიერთდნენ სტუმრები. მკლავჭიდელი ბესო ლეკიაშვილი, დილამ მშვიდობის, კაპრალები თემო დადიანი და ალეკო გოთოლენდია, რომლებიც არიან ჯარისკაცები და სწორედ ჯარისკაცული მისიის დროს დაზარალდნენ. ნამდვილად აგრეთვე ჩვენთან არიან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე, დილამ მშვიდობის და თავდაცვის მინისტრის თანაშემწე ნათია ტრაპაიძე. და ნამდვილი ხელოვანი რატი იონათამიშვილი, რომელიც გაგვილამაზებს დილას. დილამ მშვიდობის და ყველას დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა მოგზაურობისთვის. ბატონო თამაზ, სამინისტროს ერთ-ერთი პროგრამაა სწორედ დააფინანსოთ პარაოლიმპიელები და ითანამშრომლოთ ამ კომიტეტთან. მოდით ამ თანამშრომლობის შესახებ რა მოგვახსენოთ. მოგესალმებით და მე მინდა თავიდანვე აღნიშნო ის მჭიდრო ურთიერთობა, რომელიც ჩვენ როდესაც სამინისტროში გასულ ნოემბერს მოვედით, ერთ-ერთ პრიორიტეტად დავირჩიეთ სწორედ ეს მოძრაობა, რამე თუ შეიძლება ითქვას, რომ გამომდინარე ჩემი გამოცდილებიდან ურთიერთობის პარაოლიმპიურ კომიტეტთან, საერთოდ პარაოლიმპიურ მოძრაობასთან, რომელიც 2006 წლიდან იწყება ტურინის პარაოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდი როგორც დამკვირვებელი და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დამკვირვებელთა ჯგუფიდან ბორჯომი 2014 პროგრამაში და აქთან დაწყებული ყოველთვის ვადევნებდი თვალს და ძალზე ვწუხდი, რომ ისე არ იყო განვითარებული რამდენადაც ამ მოძრაობას შეეფერება. შესაძლოა მქონე პირთა ჩართულობა საზოგადოებაში ეს არის ყველა ქვეყნისათვის და ამ შემთხვევაში უკვე ჩვენ ამას ხას უსვამთ საქართველოს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და მე მოხარული ვარ რომ ის ახალი ხელმძღვანელობა რომელიც მოვიდა დღევანდელ პარაოლიმპიურ კომიტეტში არიან ის პროფესიონალთა გუნდი რომლებიც ხელისუფლებად ამ მოძრაობის ხელშეწყობა განვითარება და შესაბამისად სახელმწიფო მათ გვერდში დაუდგება და მე ვისარგებლებ შემთხვევით და ის აქცენტები რომელიც ჩვენ სამინისტრომ ავიღეთ ურთიერთობების ზოგადად სპორტულ ფედერაციებთან ხაზი გავუსვევით ისეთ ფედერაციებთან ურთიერთობის როგორც არის პარაოლიმპიური კომიტეტი ანუ ზოგადი მაინც რადგან როგორც აღნიშნეთ ამ პარაოლიმპიურ კომიტეტთან თანამშრომლობს ყველა სპორტული ფედერაცია გამომდინარე იქიდან რომ ჩართულობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპორტის სახეობებით არის სწორედ დაბრუნება მათი რეაბილიტაცია საზოგადოებაში. Გმადლობთ. ქალბატონ ნათია, ჩვენ ვიცით გვაქვს ინფორმაცია მემორანდუმის შესახებ, რომელიც გაფორმდა სამინისტროსა და პარაოლიმპიურ კომიტეტს შორის და მოდით ვისაუბროთ ზუსტად ამაზე, სწორედ ამ მემორანდუმის შესახებ. სადღაც ივნისის ბოლო იყო გავაფორმეთ მემორანდუმი პარაოლიმპიურ კომიტეტთან თავდაცვის სამინისტროს, იმიტომ რომ სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახის წევრების ხარდაჭერის პროგრამა დაჭრილი სამხედრო მოსამსახურების არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი და ჯანმრთელობის დაცვა და რეაბილიტაცია ზუსტად აი ამ კუთხით პარაოლიმპიურ კომიტეტთან თანამშრომლობას ჩვენ უყურებთ ძალიან პერსპექტიულად და ძალიან იმედის თვალით აქ არის ჩვენი ორი სამხედრო მოსამსახურეები. ანუ შეგვიძლია თქვათ რომ კაპრალები რომლებიც დღეს ჩვენი სტუმრები არიან თემო და ალეკო მიიღებენ მონაწილეობას პარაოლიმპიურ სპორტსმენები არიან ისინი და მოდით მაშინ მათ ვკითხოთ უშუალოდ მათი სპორტული ჩართულობის და სპორტის სახეობების შესახებ. მოგესალმებით. ჩვენთვის არის ყველაზე მთავარი. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია რომ ამ პარაოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით კიდევ ერთხელ აღმართოს ჩვენი დროშა, კიდევ ერთხელ ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნისათვის. ჩვენ რაც შეგვეძლო გავაკეთეთ ეს ჩვენ ბრძოლის ველზე და შემდეგში ეს გაგრძელდება. იგივე ბრძოლის ველია ჩვენთვის ეს სპორტული ასპარეზი. გვაქვს შესაძლებლობა რომ კიდევ ერთხელ ასახელოთ ჩვენი ქვეყანა, რაც ყველაზე მთავარია. პარაოლიმპიური კომიტეტი, თავდაცვის სამინისტრო და ეროვნული აკადემია გვერდზე გვიდგას ყოველი ამის შესაძლებლობისათვის. ჩვენ ძალდღუნით არ დავიშურებთ, მოტივაცია და ცხოვრებასთან ბრძოლის გიჟინი ჯერ კიდევ გვაგვაჩნია. მზად ვართ ბრძოლისათვის. შევუერთდით ძველ პარაოლიმპიურ კომიტეტის წევრებს. მაშინ ალეკოსაც გითხოთ იმ ბრძოლის შესახებ, ემზადებით კონკრეტულად ახლა რა იმისთვის. გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. რა თქმა უნდა, ვემზადები. სპორტი ძალიან გვიყვარს, გვინდა რომ ვივარჯიშოთ და საქართველოს კიდევ და კიდევ ვასახელოთ საზღვრების გარეთ და გვინდა რომ ქართული დროშა ავწიოთ. ჩვენ ამისთვის ძალღუნეს არ დავიშურებთ. ყველანაირად ვეცდებით რომ მაქსიმუმი დავანახოთ და ვასახელოთ ჩვენი საქართველოს და ყველაფერი ისე გავაკეთეთ რომ პირველ რიგში კიდევ დიდი მადლობელი ვარ სამინისტროსთან ხარდაჭერისთვის ეროვნული აკადემიის თავდაცვის აკადემიას
ხარდაჭერისთვის და რა ვიცი ყველას დიდი მადლობა ხარდაჭერისთვის და გოჩიგონისთვის. ჩვენ კი ეჭვი არ გვეპარება თქვენს წარმატებაში. ბესო, მოდი შენ გითხარი. ძალიან შესახებ და როგორ მოხდა შენი ჩართულობა სპორტის სამსახიობაში? მკლავ ჯერ ჩემი ჩართულობა ცოტა დიდი ისტორიაა, ეგ ძალიან შორს გავალთ. სპორტში მოვედი 93 წელს, ანუ საავადმყოფოდან გამოვედი, დიახ, 20 წლის წინ. გვერდზე მივყვები ამ პარაოლიმპიურის განვითარებას, საინვალიდო სპორტს თუ შეიძლება რომ ესე ვთქვა. ჩართული ვიყავი აბსოლუტურად მაქსიმალურად, რაც შემეძლო თავისთავად რა. ძალიან მოხარული ვარ მართლაც რომ აი ბოლო წლების მანძილზე, არა მარტო ბოლო წლების მანძილზე იყო ბევრჯერ, მაგრამ აი 2007-დან, 8-დან, 9-დან აქედან უკვე ძალიან აქტიურად წამოვიდა ჩვენს მიმართ ყურადღება და 2011-ში დავუბრუნდი პროფესიონალურ სპორტში, როდესაც 99 წლის მერე აღარ მქონდა მიღებული შეჯიბრში მონაწილეობა. ჩვენ სახეზე გვაქვს აქ ის ჯილდოები, რაც შენ გაქვს და მედლები მოპოვებული. ეს არის ყველაფერი. სოფლიო ჩემპიონობა ორჯერ, ერთხელ მეორე, ერთხელ მესამე და საერთაშორისო ჩემპიონატები ეს უკვე ცოტა გასაგებიანით რომ იყოს ჯანმრთელთა შორის, ეს უკვე ეგრეთ წოდებული ოქროს დათვი ორჯერ ისიც. გამოდივა როგორც ერთ ხელში, ასევე მეორე ხელში, ასევე პარალელურად 2011-დან ვარჯიში დავიწყე ოლიმპიურ სახეობაში, ბადროს სროლა ეგრეთ წოდებული პარასპორტში. ეხლა დავეთანხმები ბატონ თამაზის, რომ აქ არის აუცილებელი პროფესიონალების ჩართულობა. იმიტომ რომ თვითონ ვინც ამ სპორტსმენების ბეწყვეტავს, იმან უნდა იცოდეს, რიც ის უნთქავს სპორტსმენი. აქ ძალიან ბევრი რაღაცაა საჭირო, ისეთი, რაც აუცილებელი ცოდნას მოითხოვს. ეხლა რაც არ უნდა აქილევსის გენეტიკით დაგაჯილდოვოს ღმერთმა. თუ რაღაცა გარკვეული პირობები არ გაქვს, ხო? ამაზე ლაპარაკი ზედმეტია რა. რამე მიღწევაზე რა. მე თვითონ პირადად კიდე იმასაც გეტყვით, ეს უბრალოდ ჩემი აზრია და არავის მაგალითად არ ვიძახი, მაგრამ როდესაც შეჯიბრში წაიხლა, მე ავიღეთ წელს მსოფლიოზე მეორე. რა თქმა უნდა, ეს არის წარმატება. აი ჩემთვის მეუთრიო ეს არის წაგება. ეხლა დიდი მადლობა ასევე ეროვნულ ნაკრებს, ბატონი ერეკლი გურჩიანს, მინდა ვისარგებლო თქვენი პირდაპირ ეთერით. მაგრამ ერთი არის ძალიან მტკივნეული თემა, რასაც უნდა შევეხო რა. როდესაც შეჯიბრამდე არ იცი, მიდიხარ თუ არა შეჯიბრზე, დამიჯერეთ, რომ მეორე კი არა. აი მე 6 ადგილზეც გასვლაც ძალიან წარმატებულია რა. ასე რომ მე ვთვლი, ჩემი აზრია, რომ ბევრი რამეა კიდე შესაძლებელი. ჩვენ კი იმედი გვაქვს, რომ აი ამ მედლებს შეემატება აუცილებლად მრავალი ოქროს медали. იმედია. დიდი მადლობა. მოდით რატისთან გადავინაცვლოთ, რატი ჩვენ უკვე ვიცნობთ ერთმანეთს. ჩვენი რეგულარული სტუმარი ხდები უკვე და იმედის დილის. დიდი მადლობა ამისთვის. შენ ხარ ამ დიდი ოჯახის წევრი, მაგრამ ცეკვავ. ყველაზე კარგად ცეკვავ. მოდი მოგვიყევი შენი გატაცების შესახებ. ზოგადად დავიწყებ იმას, რომ ძირითადად პირველ არის უფლება და დაცვითი მიმართულება შეზღუდული შესაძლებლობის მიმართ, მაგრამ ზუსტად მესმის, რომ უფლებების დაცვა არ მოხდება ესე თუ შესაძლებლობების დემონსტრირება არ მოხდა და პოპულარიზაცია არ მოხდა ამ მიმართულებების და მეორე მიმართულება ცოტა ჩართული ვარ ამ მიმართულებით, როგორც ექსტრემალურ სპორტის სახეობებში და გუჩი ბიჭებთან ერთად ვიჯობარდეთ და კაიაკზე დავეშვით ჩიტახეში და ძალიან საინტერესო და შეგრძნებები მქონდა რასაკვირველია, ასევე ცეკვა არის ერთ-ერთი ყველაზე ესთეტიური მიმართულება და მართლაც თავისი კაცი ლამაზი კაცი სინატიფით არანაკლებად რაღაც მომენტებში უფრო მეტად ლამაზი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი იმპროვიზაციის საშუალებას იძლევა მართლაც ეტლზე სპორტული ცეკვების მიმართულებები და ეს არის ძალიან საინტერესო, რომელსაც მე ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა ცეკვა მიყვარდა ყოველთვის, მაგრამ უფრო სერიოზულად დავკავდით ამ მიმართულებით, მას შემდეგ რაც მოხდა ჩემი ნაცნობობა ქორეოგრაფთან კოტე დონაძესთან და მოცეკვავესთან კეთი ზაზაღაშვილთან, რომელმაც თვითონ ძალიან დიდი სურვილი გამოთქვა, რომ სპორტულ ცეკვებში დაკავებულიყო თვითონაც და ეს მიმართულება ერთ პრიორიტეტად გაიხადა. შეგვიძლია ახლა ვნახოთ ის სანახაობა და ასე თქვა ძალიან ლამაზი ხელოვნება, რომელთაც ხარ შენ დაკავებული. ჯერ საკვირველია. თუ შეიძლება მეც გადმოვინაცვლებ შენთან, სანამ ქეთი ზაზანაშვილი შემოგვიერთდება, რომელიც შენთან ერთად დაგვისრულებს ძალიან ლამაზად დღევანდელ დილას. კეთი მაშინ ცოტა იმპროვიზაცია იქნება ეს ალბათ ხოლოდ შეგვიძლია რამოდენიმე გავაკეთოთ. ლიკა, მოცეკვავე. მე შემიძლია გავაკეთო. დავიწყოთ მაშინ. Me castigas cuando estoy sin verte, solamente de imaginarte, no me muero por acariciarte, sentir tu boca besar. Genieri, მე მგონი. ხოჭა. ქეთი შემოვიყვანოთ მაშინ ახლა სტუდიაში და მოვიწვიოთ ქეთი. ქეთი ზაზანაშვილი, რომელიც რატისთან ერთად ძალიან ლამაზად შეასრულებს ცეკვას. დილა მშვიდობის ქეთი. Imagine there's no country
nothing to kill or die for, and no religion too. Imagine all the people living life in peace too. You may say that I'm a dreamer, but Bravo, ნამდვილად. ულამაზესი სანახაობა და ასეთი